Welcome to Geo Road Mania. მოგესალმებით Geo Road-ის მაყურებლებო. დღეს შესანიშნავი დღე არის, რუსავის გორებზე ამოვედით და წამოვიყვანეთ ამერიკული ოფროუდის ძალიან მაგარი ბრენდის მანქანები. ერთი არის Jeep Cherokee, trailhawk ვერსია, 2.4 ძრავით. მეორე სტარტგენა არ ჭირდება, იმიტომ რომ ბევრჯერ გამორჩა ჩვენს ვიდეოში, მაგრამ მაინც გეტყვით, ეს არის Jeep Renegade 2.4 ძრავით, ასევე trailhawk. დღეს არ გვექნება ესე ვთქვათ შეჯიბრი და ერთმანეთის ვინ უფრო მეტ და კარგ აღმართზიავა, არამედ დღეს გვექნება უბრალოდ ტესტ დრაივი, off-road ტესტ დრაივი, რა თქვენ ძალიან მოგწონთ. გავიგებთ როგორ დადის Cherokee და როგორ დადის Renegade. ორივეს აქვს 2.4 ძრავი, ორივე არის trailhawk ვერსია, მაგრამ ეს არის გრძელი ბაზა, ხოლო Renegade არის მოკლე ბაზა. ბევრი როგორ შეგაწყინოთ ჩემი საუბრით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, შეგვიძლია წავიდეთ, მოვინახულოთ ადგილები და გზადაგზა აგიხსნით სულ ყველაფერს, სად როგორ რანაირად გადავალთ. ერთადერთი რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, ჩვენ Facebook გვერდზე ალბათ თვალს ადევნებთ და ვინც არ ადევნებთ, შემოგვიერთით აუცილებლად, იმიტომ რომ უკვე დავაანონსეთ ჩვენ გასვლა მომავალ კვირას 24 მაისს არის შექმნილი ივენთი, შეგიძლიათ დაგოინდეთ და წამობრძანდეთ. არანაირი შეზღუდვა არ არის ავტომობილებზე. ავედე კლასი არის, 9D არის, 420 არის, ავედე, მივედე, მოვედე, არ აქვს მნიშვნელობა, აი ვისაც გაგიხარდებათ, წამოდით, თუ გინდათ პრიუსით წამოდით და ერთი კარგი ჯიგრული ქართული გასვლა გავაკეთოთ. სადავა ესა თუ ის მანქანა, სად გაიჭედება და მოკლედ კარგი გასართობი დღე გამოგვივა. ლინკი აღწერაში იქნება, შეგიძლიათ გადახვიდეთ, გაეცნოთ დეტალებს და იქ წერია რუკის კოორდინატებიც არის და მოკლედ 24 მაისს გელოდებით ვისაც სურვილი გაქვთ წამობრძანდით ლილუარენის დაბლა მხარეს ლოჭინის ხიდთან ესე ვთქვათ და კონკრეტული ლოკაციის კოორდინატებიც გვაქვს. ეხლა რაც შეეხება ამ ორივე ავტომობილს, ეს ცოტა ნაომარი არის, იმიტომ რომ გიორგი დილიდან გასული არის სხვადასხვა ლოკაციებზე და ვთხოვეთ რომ შევკრებილიყავით და ეხლა გადავწყვიტავთ მოკლედ სად როგორ რა ადგილებში ვიმოძრავთ და ეტაპობრივად გაგაცნობთ სად რა შეიძლება გავაკეთოთ. წავიდეთ და დანარჩენს უკვე გზიდან მოგიყვებით და აგიხსნით. მოკლედ ახლა დავდექით აი ამ აღმართზე. ხედავთ დაბკოლებასაც, საკმაოდ რთული გადასასვლელი არის აი ამ ადგილზე. გაჩვენებთ და შევეცდებით რომ ორივე მანქანა ამოვიყვანოთ. აი ეს ადგილია.
ხილია. ასე ნელიფოთი გამოიკატავა. საღო. გამგარი. Hop. ოდნავ ბამპერი შეეხო. მაგრამ იდეალურად ამოვიდა ორივე ავტომობილი. შეიძლება დამახვეწ მაგ. ძალიან დახრილები ვართ. საღო. მაგარი ამ ადგილზე ამოვედი საინტერესოზე.
მოკლედ ამოვედით დროისკენ. ეს ესეთი აღმართი არის, მოკლედ გაჩვენებთ ვიდეოში. პირველი რა თქმა უნდა ჩეროკი ცდის სამოსვლას. პირველი ვცდით დაბერილი საბურავებით და ადგილიდან. და შევხედოთ თუ ავა აი ამ აღმართზე. ამ ხელა აღმართი არის ძალიან შეიძლება არ ჩანდეს ვიდეოში, მაგრამ საკმაოდ დიდი აღმართი არის და შევეცდები რომ კარგად დავინახოთ. როგორც ხედავთ, ორივე ავტომობილი ამოვიდა. საკმაოდ ხუიერი მიწა, ცოტა დაუბუქსავდნენ ეს, მაგრამ ამოვიდა. გზა ჩაგვიხერგეს. სად მიდიხართ ყველანი ვიდეო არ გაწყობ. რაკადია. წითელი არ არის თუ ამას? მიდი მეადე კაცო სწავლეთ, მიდი და აქავართ. აი ცერვისი, ხედა? აქ ამოვიდა. აგე, ამოვედით როგორც იქნა ჯიგრულად. პატარა ბეკეკვებით შეხვდნენ ახლა. გზა ჩაგვიხერგეს, მაგრამ ჩვენ მაინც მოვდივართ. გავიდა ის პატარა. მოკლედ როგორც გითხარით, ადგილიდან დაბერილი საბურავებით ორივე ავტომობილი ამოვიდა იდეალურად. რენემ ცოტა დააბუქსა, მაგრამ ამოვიდა. არ დაგვჭირდა არც საბურავის დაშვება და არც ინერციის აღება. აი იდეალურად ჩათვალეთ, აი ამოიგორა, ამოიკატა, ვარც ნათქვამი ეგ არის.
გავაგზავნოთ ჩვენი სულა და ვნახოთ კიდევ კარგი ადგილები. აი, ძალიან მაგარი დიაგონალის ადგილი არის ესეც. არ ვიცი ვიდეოში კარგად ისმის თუ არა, მაგრამ ძალიან ქარი არის. და აი ახლა ვნახოთ სად გადავლენ ჩვენი ძმები. აბა შევამოწმოთ. ნელისვით, მაგრამ ლომივით. საღოლ. უკანა საბურავი. ნელა. ოჩახ მაგარია. საღოლ. წავიდა. მალადეს გიო, ნადირი ხარ საღოლ. აბა, რენე დაიძრა. ნახოთ რა სიზავს. ვიცი რომ გადავა. მალადეც. ოჩახ. სადა მოვიდა საღოლ. აი, ეს ადგილი იყო. თან საკმაოდ ცუდი ადგილია, იმიტომ რომ ოდრამცთარი მოძრაობს და მარჯვრითაც გადავარდნენ შეგიძლია და მარცხნივ კიდე ხრამი არის და ოდრამცთარი გაზი და შეიძლება გადაყირავდეს ავტომობილი. ამოვედით. წინ კიდე მაგარი გზები გვაქვს. და ამოვედით. ცოტა ვინერვიულეთ, მაგრამ მაინც ამოვედით. მიშო, მე კი ვნერვიულობდი, მაგრამ შენ არა? მე გიოს იმიყვები. ხო არა, მე ნერვიულა მიშოს ნაცვლადაც არა უშავს. გავაგზავნოთ გზა. მე სხვა ძაღლებს მიშინია. რასაც ეს მოსავებ ჩო. არა. ეს ნელისვით ამოსვლას რა ჯობია ბიჭო. ეხლა გადავждები ჯეროქსში და ეს აღმართი არის და ერთი მოუდის გატესტვა გვინდა და ვნახოთ ეს მოუდი რა არის. რა ნახე საბურავად დაბერილია? საბურავი მართლაც რომ დაბერილია და თან საკაიფოთ. მოკლედ გიო, ეხლა რას ვებიჩვენ? off-road კონტროლი უნდა გავტესტოთ. ჩვენ გადავდივართ off-road cruise control-ზე რა. გავტესტოთ. თავისით უნდა ავიდეს cruise control-ის ორიენტში. ხო, განახებთ რომ არა მაქვს გაზზე ფეხი დაჭერილი. ჩავაგდებთ ნეიტრალში და ვთავთ off-road cruise control-ს. უკანა ხიდის ბლოკი არა გვაქვს ჩართული. მაგას დაეწერა სავარაუდოდ. გადმოვიტანოთ პირველში, ჩავრთოთ. ნახოთ თუ ჩაირთვება. რამდენი ღილაკები ქონია?
აი ახლა ვცდილობთ ჩავრთოთ, ჯერჯერობით აღმართზე ვდგავართ და ვერ ირთვება. ჩაირთო. ჩაირთო? კი, ჩაირთო. ეხლა ვართ პირველი სიჩქარით. ტიპტრონიკით შეგვიძლია მოვამატოთ სიჩქარე, შეგვიძლია დავაკლოთ სიჩქარე. ეხლა ვიღებ ტორმუზიდან ფეხს, გაზსაც არ ვაჭერ ფეხს და მივდივართ. საკმაოდ რთული აღმართია. თავისით მიდის მანქანა მეტი რა. კარგი რა Subaru მართლა კარგით რა. აი, ეხლა ძალიან დაბალი სიჩქარეა, მოვამატოთ ნელ-ნელა. ეხლა მეორე სიჩქარით მივდივარ. აი, მესამე სიჩქარე. ეხლა მიდის თავისით. აგე, მეგობრებო. აი, გაზზე ტორმუზი ავკაც ფეხი არ ოდგი. მანქანა მიდის თავისით. აღმართი რა თქმა უნდა რთული არის. გარედან გავწევ. მაგრამ საკმაოდ ხო, ანუ ზოგადად ვიდეოში არ უჭირს ახლა ახალს, იმიტომ რომ ძალიან ნელა მივდიოდით და ამიტომ მეოთხე სიჩქარეში გადავრთე. off-road-ის კადრების გადაღება ცოტა რთული არის, რომ ახმადი იყოს, ამიტომ ერთადერთი რულზე უნდა მოკიდოთ ხელი, მეტი არაფერი რა. კი ბატონო. აი, ჩვეულებრივად აი ამოიკატავა რას. Renegade-ს არ აქვს ეს ფუნქცია, როგორც ვიცი, ხო მე მგონი? ხო, Renegade-ს არ აქვს. ხო, აი, Cherokee-ს ქონია ეს ფუნქცია და ძალიან მაგარი ფუნქცია არის. აი, კიდე მოვამატოთ, ნელა მივდივართ. მეხუთე სიჩქარით მივდივართ, აი, ანახე. მეხუთე სიჩქარით, მო. პედალიც ანახე. აღმართზე. მეხუთე სიჩქარით მანქანა ადის თავისით. ვინმეს კითხვები აქვს? დაწერეთ კომენტარებში რავი. ესეთი რამე მართლა პირველად ნახე, იმიტომ რომ ტრასაზე უჭირს ხოლმე კრუიზ კონტროლს. საღოლ. აი ეს არის მოდიფიცირება რა და ეს არის trail hockey-ის ძალა. საკმაოდ დიდი აღმართია. და ჯვარზეც ამოვედით. ძალიან მაგარი. ეხლა მე გზით არ მინდა რომ წავიდე. იმიტომ ადვილია და შეუყვეთ, აი, დაიჭირა დიაგონალი. ოპა. თავისით ტრექშენმა იმუშავა, თავისით იტანა. ანუ ყველანაირი სისტემა როცა ამ ავტომატურზე გადადის და თავისით ბლოკავს და თავისით ყველაფერი ძალიან მაგარი. აი ახლა ტრექშენი მუშაობს და ფეხი არ უდევს გაზზე. საღოლ. თავისით ამატებს აკლებს სიჩქარეს. მეხუთე სიჩქარის ფარგლებში. მეხუთე სიჩქარის ფარგლებში. ზევით არ გაიქცევა. ეს მეხუთე სიჩქარიც პირობითად სინამდვილეში მეხუთე სიჩქარით არ მიდის, მაგრამ პირობითად ნუ იმიტაციას აკეთებს რეალურად, რომ მანქანა დიდი ის არა იყოს ინერცია და კი. ორო საკმაოდ დიდი აღმართი არის. ძალიან ჩვეულებრივად გამოვიკატავეთ და ვაკეთეთ რა. აი მეგობრებო, სადაც ამოვედით ნახეთ დაბლიდან. ნუ მოკლედ ასე არასოს არ ამოვსულ ვარ მე პირადად, არც ერთი მანქანით ჯვარზე. ეხლა გადავუხოთ Renegade-ს როგორ. ეხლა Renegade-ი რა ზიდავს, ჩვეულებრივად ამოვიცი, მაგრამ მაინც. მიშო, ჩემი თამოვალ Renegade დატოვა და ფეხი დამოვიდა. ვა, აგე. გაიჩით, Forerunner-ი მოდის. სანამ მიშო ამა მოდი Forerunner-ს გადავუღებთ. რაც უნდა რას გონი. არ უნდა, არა, მაგრამ აგე. საღოლ. Forerunner-ის გაიჩიტა კადრში. მიშიკო კიდე მიდის. გამარჯობა. აგე. საიდან ამოდის მიშო? თავისი რენეთი. არ გაუჭირდება არანაირად, დარწმუნებულად ჩვეულებრივად ამო. საკმაოდ დიდი აღმართი არის და კაი სიმაღლეზეც ვიმყოფებით. ასე ამოიკატავე საღოლ რა. უკან Forerunner-ი მოყვება და Renegade-იც.
კაი აღმართი აქ. Init samastია. უცებ გასანაჭეს და წამოიღო. რას დატყის ძალა. რას დატყის ძალა მეგობრებო. ვიდა გადაყება მაგრამ აბა უკან მოხდება. სანამ მოასწრებს. საღოლ, ამოიკატა ვეღარ მოასწარი აბასლა. გადავიღე. არა, იყავი. თავარი ამოხვედი. მოვიდით ჯვრისკენ მოვდივართ მელა. ფორანერის გავსდა. ფორანერი ავიდა ადვილი გზით. ჩვენ ავიდეთ რთული გზა ჯობია. ი ბატონო. ეს ღვეძე წვის? ხო. აი აქ მარცხენა რთული გზით ავიდეთ ჩვენ. ის დაგველოდოს просто. მიშო. მიშოს დაუძახოთ დაგველოდე. და მე მიშოს გადავიღო, თორე ფეხი ქვერა მოვალე. ავიდა. აი გუნა ავიდეთ. ცოტაც მიდი. კარგია. სიო. აცია. მაგარი ხარ. აი ამ ადგილზე უნდა ავიდეთ ახლა მეგობრებო. ჯერ ჩეროკი თავად. და მე მიშოს ამოვა. დაბლიდან ვნახოთ რა მხელა აღმართია. და საკმაოდ მაღალი არის. ვაი. აი, ის ბლოკი არა გვაქვს ჩართული, იმიტომ რომ Renegades, აი, ვანახოთ, რომ Renegades-თან თანაბარი პირობები გქონდეს და დავიძარით თავი. დავიძარით. მეორეს რისხარით ვიპირდ. საუბრობთ. საკმაოდ დიდი აღმართი არის მეგობრებო, არ მიგონოთ პატარა მდელო. ძალიან დიდი აღმართი ძილს. და მივდივარ სადღაც რამდენიც ვიტყვი. აჰა. ავი, 10 დაგწოთ. ხო. აი ელისული ძალიან არანაირი ინერცია შეგვიძლია. სადაც უჩვეულებრივ პატარა წამოსავს თან. ფრიქშენიანი ბლოკი არ აქვს შარტული. ხო, ძალიან მაგრა გამიდა. ნახოთ შემდეგ Renegade რას იწვევს. კარგი, ახლა ვნახოთ მიშო რას იწევს და ეგ არის. მოდის ლინე.
ეს უპრობლემოდ. უპრობლემოდ ამოვედით. ორივე მანქანით. მოკლედ მიშო, რო გმოვდით, ცდილობს რომ ავიდეს აი ამ აღმართზე, რა შეგახედეთ მეგობრებო. სამყაროების კარგი. სამყაროების კარგად არის. ნახოთ რა სიძავს. წამოდო ბიჭო. ცოტაც და გახვალ. ხო. მაშინ ზადნით ჩამოდი აბანელა. რაზგონი თავიდოდა, მაგრამ ძალიან არ უნდა წამოერტყას. მიდი. ცოტა დაბლა ჩამოდი. ამერეცადე. ნელა? ნელა? კიდე ნელა. ნელა? ედება. აი, წამოდი მაშინ. მაშინ ჩამო აღარ იმას. წამოდი რა ქვია, დაშვების ფუნქცია. ჩაურდი. და მაგით წამოდი. ხო, რო ძალიან დიდი არ აკრიფოს, თორე უკან გაჩერება ძნელია. 40 არ ახმარო დაშვების ფუნქციით წამოდი. გასწორე. რული. ნელა, აი. ხუიერი მიწაცარი. ნელა. ხო, ჩამოსული ხარ. და იქ რო არ წამოვედო, იდეაში ავიდო და ჩვეულებრივად. ხო. ნუ მოკლედ აი იქ მოვედო რა. მოკლედ ხედავდი რემის ახლა ამ აღმართზე ავიდა, მაგრამ მუცელი წამოდო. აზრი აღარ ქონდა. კლირენსი არ იყო, რა ცოტა მიეწოდებოდა, ალბათ ავიდოთ, მაგრამ მაინც არ გავუმჩეს. ახლა ცდის გიო თავის შეროკით. აბა ვნახოთ რა სიტყავს. სავარაუდოდ ესეც მოედება, მაგრამ ვნახოთ როგორ ავა. რა? ოიცადე? ო, კაი. ავით. წამოდო, მაგრამ ავიდა. საღოგი. აი ეს აღმართია. ფეხით მიწის ამოსვლა რა. ან მართლა ძალიან მიწის. ეს ნუმეს. არ ჩამოვარდე, მოიცა ვერგიშველი. რა სიზავ ამოხვალ? მაშინ მოდი. ენი მეორე ცდის. და ზედა მხრიდანაც აგანახებთ. როგორ აი ეს ადგილი იყო წამოდი. გატი მიეცი, გატი. მიდი. ამასული ხარ, ძიო, მიდი, მიეცი. ბიჭო, მასწი ამასული ხარ, დო. და ვენდები რა აღარ მიშ. და ეს რატო არ წამოვედო, აბა უფრო მაღალია კლიანსი? ალბა. ხა. სად წამოვედო, ნახე. მოიცა ჩაგიგობდა ამოგი. ჰა? არა, როგორ არ ვერ ამოხვალ მაგა, რა უნდა იმასაკნა, უკან ჩასვლა მაინც აფასია. ხო. თუ გინდა ცოტა უკან დაზად. არა, ეგრე მოაწ. ცოტა დაზადდი უკან და რას გულ. ცოტა მეტი ინერცია უნდა, ხო. გეტყვი რა, დაზადდნენ კიდე. არ გიდის უკან? რატო? და ამასაც დიდი კლინსია, იმას უფრო მაღალი. ჩაგიბო მაშინ, მოიცა, გააფუჭე. ეგრე არა. რაღაცა კაცკულა რა. ჩავაბაც ხო ჯობია. მოიცა, აღარა წო.
ამა ვნახოთ სად წამოვიდოს. ბოლომდე აქტატებული სამწუხაროდ. ბოლომდე აქტატებული. საკაიტოთა აქ მოდებული. არა, ძმა, ეხა უფრო გაამფრთი. არ წახვიდე უკან შესაძლოა. ჩაუღოთ ხილი და სიო. ნელა წადით, აბა? მიაწექ, შეც მიეხმარე ცოტა. მიდი, სიო, ეგ არის. არაფერი არ მოსვლია. მალადეც. ამოვედი ჯვარზე მეგობრებო. რენეს აუჩე და პასატკის გამოიცით, იმიტომ რომ წამოდო მუცელი. ეხლა კიდე შეროკიცის. აი ამ აღმართზე ასვლას. აი აქიდან. აქ ჩვეულებრივი გზა არის, მაგრამ ჩვენ გართულება გვიყვარს. ამიტომ თულ გზას ავირჩევთ. ზამთრის მერე აქეთ არ ყოფილვარ. გიო, საიდან მიდიხარ? ასე მინდა, აი ყველაზე დიდი ბორცვი. ასე ვიყავ. დაუსვლა დაყოლ წესით. არა მგონია, ხარდები. აბა დავაი. მიდი, აბა. სინჯოთ, საბურავი თლაც ამაყო არ არის, მაგრამ ცდა დღის ყოველ შემთხვევაში. ალა. ავიდა რა. შალე გავიდა კი. შენ ჩაულებრივად ახარ. აი დაუბრუნდა ცოტა, მაგრამ ცოტა გასასვლელი როგორც ჩანს. აბა წავიდეთ. მივყვეთ. ოიცაგიო, ამოვალთ აბა. არა, ადი სავა. კი, ავიდე. უიმე. ავიდა, იასრია რო, საღოლ. ავიდა. მეტი რაღა უნდა ვქნათ, სად გაუნავიდეთ, რომ საწავიდეთ, რომ გაგიჭირდეთ გადასვლა. გიო, საწავიდეთ ეხლა, რომ გაგიჭირდეთ მაინც გადასვლა. და უკრიდა კარგად ჩანდა, ეგრევე აწია გუზა. აი, ნახე, გასპონდი რო არ გავაკეთე აქ, ავიკიდე დიაგონალი. ცოტა დაბლა ჩავედი და დაურასკონე და ნახე დააბუქცე. და ჩაულებრივად ამოვა. აი, სადიაგონალი არის. ეს კი რა ხელაზე აწია დამბოვე. მიდი მგელო. შენი გამოსვლა. ო, ძალიან და კარგად ამოვა. კარგია. აი საბურავების საბურავები, აგე? ხო, მართალია, საბურავებს ამოვიდა. აჰა, ამოვედით აქეთ. და ეხლა გავტესტოთ დაღმართზე დაშვების ფუნქციონალი. ორივე მანქანიდან რომ წამოვიდა.
შენ დაგვინოდეს. კინა რა ვქნა ვიცოდე. ვაგდებთ პირველ სიჩქარეში და ვაწვევით დაღმართზე დაშვების ფუნქციას. გავააქტიურეთ და უშვებთ ფეხს ტორმუსს. როგორც X mode არის, უბრალოდ ეგეთ ვარიანტი ესეც ხო? ზუსტად იგივე ვარიანტი. ანუ სიძალეს ანაწილებს და არ ვაგორებს. რაც უფრო უმატებთ მეორე მესამე სიჩქარე მით უფრო მალე ჩადის, რაც უფრო ნელა გვინდა პირველი სიჩქარით, ანუ უკლებთ შვენიერი. აი ახლა არ ვაჭერ არაფერს და მივდივართ პირველი სიჩქარით. პირველი სიჩქარით ძალიან იკავებს მანქანას, აი ფაქტიურად, რა ვიცი რა, აი 0-1-ით მიდის და შესაბამისად მოვამატებ სიჩქარეს, ახლა მეორეში გადავრთე, რომ ცოტა აუჩქაროთ. კიდე ვიდეოში არ გამოჩნდება რამხელა დახრა აქ, მაგრამ ხო, არა საკმაოდ დიდი დახრა. ვინც იცის ეს ჯვრის უკანა მხარე ანძებთან, იმივხვდება რამხელა დაღმართიცა. ქვემოდან ახლა რო გადავიღებ მიშოს, ალბათ გამოჩნდება. მიწაა და იჭერს თავისით ანაწილებს ტრენქშენი ტორმუზებს. კარგად დაიშვა, კიდე მაგარი. ცოტა. ვახატოთ. ხამესამე სიჩქარე ჩამოვივა. ნუ მესამეთი უკვე იტყობს, რომ დიმიდის კარგად. პირველი ძალიან ნელა დადიოდა. და მეორე ძალიან ნელა. ხო. ვედი რომ მიჭერს ასწორებს. საკმაოდ დაღვართად მოვდივარ და მოდი კარგად ფაქტიურად ჩამოვედით რა, აქედან უკვე აღარაფერია გადასაღები, ესაც ჩვენი დაღმართზე დაშვების ფუნქცია. ახლა მიშოს რენეგეიდი ვნახოთ რა სიზავს. აი აქედან ჩამოვედით, საკმაოდ დიდი დაღმართია. ატოლი მიხეილიც წამოვიდა. ანალოგიურად დაშვების ფუნქციონალი გააქტიურა მიშომაც. შვენიერი. იდეალურად ჩამოვიდა. ეგ არის მიშო. კარგად ჩამოვედით. მოდი ხა, ჩამოსვლის კადრი ვნახეთ, ახლა ამოსვლის კადრი ვნახოთ. ესეც საკმაოდ დიდი აღმართი არის იდეაში. დაკიდება შეიძლება მოხდეს ავტომობილის სექშენის იმედეთი გამოვიდეს და აი ეს აღმართი არის რა მოკლედ. აი ნახოთ რამდენად სწორად ამოვლენ.
აიზრალენე. ინერციას დაამატებს. ვეღარ აუგილეცე ადგილიდან ვეღარ შვები? მოიცა ინერცია მიეც მიშო ცოტა. ვერა, ცოტა ინერცია მიეც ადგილიდან უღარწვალებ. ავაიგრე. მიდი რამე მოუდები არა გასართული? ეხლა როგორ ამოხვედი ტრექშენის იმედად? მაშინ ჩაურთე როქ მოუდი და ადგილიდან. ნელა ტორმუზი არ იხმა რომ შო? ტორმუზი არ გინდა. მოიცა ძალიან ოდნავ დაბლა ჩადი. ტორმუზი არ დაადო და ინერციით ამოდი ჯობია. ან ჩაურთე როქ მოხდი. ხილად? ტორმუზი არ დაადო, ტორმუზი არ გინდა. ამოთხარა, ნელა. ტორმუზი არ გინდა. საკმაოდ ხვიერი მიწა არის. და უჭირს. Траектория შეცვალე вообще. აბა გიოცდის ამოსვლას. ხო არ მოდის. დაიცა აბა მიშო გიო ამოვიდეს და. ამო. მოიცა დაიცადე აბა ცოტა ხანი ამოვიდეს გიოც. გიო ჩვეულებრივად ამოდის. ან დამუშავებულად ვთქვათ. არა ვერ ჩავა ხო. ძალიან აფასნი. ადგილიდან როქ მოვუდით ვერცდის ვერ ამოდის? ვერა? აი ნელა მაშინ დამოთხარა უკვე. ნუ მოკლედ ტესტის დანიშნულებაც ეს იყო, ნახეთ ახლა. Renegades ბევრად უკეთესი საბურავები აქვს. ვიდრე Cherokee, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ადგილიდანაც ვერ დაძრა და რო აღარ ვაწოლოთ მანქანა ჯობია რომ ჩავაბათ ისეთი დაღმართია რომ თანხუიერი მიწა არის და ყველაზე მეტად ეს არის დიაში რთული. ძალიან ცუდია. ოპ ნელა. გადაიღე.
ფეხით ვერ ჩავსვი. ფეხით ვერ ჩავდივარ. ვაი. ვიცა შეგრძნებები ვნახოთ. ბიჭო, რამ განაპირობა შენი ვერ ამოსვლა? ხრეშო. ხრეშ. ნელა მომწევი ხო, მეც არ დავაბუსავე. ხრეშმა და დაბერი მოსაბურო. ო, ჯოი მართალია. ბალახიდან უფრო შეიძლება. ხო, აი ეს ხრეში საკმაოდ სუდი რაღაცა არის. ფუხიხია. არა, საკაიფოდ ამოვედით რა. ჩეროკის ამოსათლევი რო გახდება რენეგეიდი. სუბაროზე ხო დამცინეთ, აგი? აქ სუბაროზე კი პრიუს თავარ ამოსული რო იცოდეთ. აბა, ოღონდ გზიდან. ელისვლით. მოიცა. აი, ამიდი, ნელა. საღორ. ალადეც. ოშახ. აი. მოიცა, გავიკეთოთ ღვედი. ჯერ არა. რას გვიმზადებს განგება არ ვიცით. მოიცა. ეს აღმართი კარგი იყო, მაგრამ აღმართიც ხო უნდა ვნახოთ. გავედით აღმართზე. ავაჩხარო. კარგია, ღვედი მიწეს ვისვენებ. აბა უკან გადავუყენე. აბა რას ვიყვის? აბა ეს რას ვიყვა? კი ვხედავ აქ. მოსულია მიშო. მიშო წამოსულია. მოდის. საოცარი ცარი. არა, ის უფრო საშიში დაღმართი იყო. ხო. ის იმენაფხვიერი იყო, ტორმუზიც რო არ გაჩერებს ეგეთი იყო. და იმიტომ. სუბარუ ამოსულა, ახლა. ოღონდ გზიდან. შემსკენ აიღე მიშო. ნელა? ო, კაია. მოვედით სანატორიუმში. აქ ოდესღაც სანატორიუმი იყო. ხო, არაშენებული. ხო. ბოლომდე არ დამთავრებული. აქ მახსოვს ადრე მე რა მახსოვს გადმოცემით ვიცი. ის იყო რა, ანუ საბაგიროც იყო თურმე. კარგი იქნებოდა ეს ადგილი მოეხოდათ, მაგარი გაასწორებდა. კლასა რო დააყო. ერენეს მოყვება. ნავალი ჩანს. ხო, კაცი შეიძლება არა ჩანს კარგად, მაგრამ ახლა რომ მივალთ გაჩვენებთ მეგობრებო. მოკლედ, ბევრ ადგილზე ავედით, კიდევ აგრძელებთ გასვლას და საკმაოდ კარგი შედეგი დაარეს ორივე ჯიპები რა. ძალიან მაგრადი არის. და ნახოთ ახლა შემდეგ კიდე რა იქნება, ეს ადგილები ძალიან მაგრად ცოდნია გიოს. მე პირველად ვარ ამ ტრაექტორით, ან ყოველთვის სხვა მხრიდან ამოდიოდი ხოლმე და ეს ადგილი საკმაოდ კარგად იცის და ნუ რა თქმა უნდა ცხოვრობაც, ცოდნაც და მანქანის შესაძლებლობების იდეალურად როცა იცი ყოველთვის წაგიყვანს შენი ავტომობილი. უკან რენეც მოყვება ახლა და კიდევ ერთი აღმართი ვსინჯოთ. როკირების გარეშე მეორე სიჩქარე რას დატყა ჩართული და როკ მოდით ადიხარ? მოდით. ოღონდ გას არ ვაჭერი რა, ნელ-ნელა მივდივარ რა. ნახოთ აი ბოლოში თუ დაგვჭირდება გაზის საინტერესო რაღაც ძალიან დაკიდებული აღმართია ბოლოში და შევხედოთ.
ნახოთ. წვიმიანში აქ აზრი არა. აი საბურავები უნდა თორე ისე ეხლა ამ საბურავებით აზრი არა აქ. აი უკვე ტრექშინი მოქმედებს. რა კარგად ლოკავს ისე. კი. ასწრებს, ანუ ძალიან არა გვიანებს რა. მაგრამ სამწუხაროდ Toyota-ს და Land Rover-ს ვერ შეედრება. არა, ხო, ნუ ეხლა რაც კარგი აქვს, კარგი აქვს. არ დაუმალავთ ჩვენ არც არავია მანქანებს არ ვაკრინებთ, მეგობრებო. არავის არ გეგონოთ, რომ ჩვენ რომელიმე მარკის ავტომობილს ვაკრინებთ შეურაცხყოფას. კატაობს ფაქტიურად გას არ ვაწვევთ. არა, იქ აზრი აღარ აქვს, მე აჰა, რენეც დაიძრა. ნუ, ეს გვერდით ამხარე არის, წეგან ხრეშიანზე ვერ ამოვიდა მიშო, იმიტომ რომ გაუბუქსავდა და აღარ გაურსკეთ, იმიტომ რომ გვერდით გასდასავარდნე იყო. ეხლა ჩვეულებრივად ბალახი არის აქ და პრობლემა არ უნდა ქონდეს. ეხლა შეროქით ჩვეულებრივად ამოვიდით, რენეც ჩვეულებრივად ამოვა. ჩვეულებრივად ამოხოდი, ხო? ძალიან კაი. ეგ არის. ნამდვილია რას დატკა და რას დატკა როგორ ვთქვა, პირველი სიჩქარის ელექტრონიკის ხარჯზე რა. ანუ ჯიბჩერუქს აქვს ნამდვილია რედუქტორით გადაცემიანი რას დატკა, ანუ დამადაბლებელი გადაცემა და ჯიბ რენეგეიდს აქვს პირველი სიჩქარის გაწელილი პირველი სიჩქარის და ელექტრონიკის ერთობლიობის ხარჯზე. დამადაბლებელი და ზუსტად ეგ გამოჩნდა წეღან ბუქსირიო დაჭერდა რენეგეიდს. ტექნოლოგია. ხო, ზუსტად, ანუ ის ძალა დააკლდა, იმ რაზატკის ძალა დააკლდა, რაც ჭირდებოდა მაგ აღმართზე, რომ მოჭიდებულიყო მანქანა. იმიტომ რომ საკმაოდ როგორ ვთქვა, ხრეშიანი აღმართი იყო და ი არა, თან ძალიან ის არის, საშიში არის. ხო, მანდ უკვე ვინც შეიძლება ვიღაცამ დაწეროს რომ მოტორის ძალა დააკლდაო, მაგრამ ზუსტად ერთი და იგივე მოტორია 2 და 4-იანი და ზუსტად ერთი და იგივე ცხენები და ერთი და იგივე თორქი. ანუ შესაბამისად ვინც დაწერს მაგას რომ მოტორის ძალა დააკლდაო, ის ტყუის. დავისთავად. იმიტომ რომ ზუსტად ერთი და იგივე მოტორია ორივეს რა. აქ უკვე არის განსხვავება რას დატკა, ანუ დამადაბლებელ გადაცემასა და იმიტაცია შორის. ხო, იმიტირებული რა თქმა უნდა. ხო, იმიტირებული აქვს რენეგეიდს პირველი სიჩქარის ხარჯზე, რომელსაც რედუქტორით არა ანუ დადაბლება და სრულყოფილი დადაბლება აქვს ჩეროქს. ანუ ამით განსხვავდება, პლუს ეხლა უკანახიდის ბლოკს უკვე აღარ ვთვლი რა. ხო, ეგ თავისთავად. ნუ მოკლედ თქვენ გასაზღვრეთ შემდეგ ეხლა ორივე მანქანა იდენტური არის ზრავის კუთხით, მაგრამ მცირე ცვლილებები რა თქმა უნდა ჩეროკსაც აქვს, იმიტომ არის ჩეროკი და იმიტომ არის რენეგეიდი. მარტივად რო ვთქვათ რა. ახლა გადავედით შემდეგ ლოკაციებზე. ნახოთ რა იქნება. ავეშვით დაბლა. ეს ხა პირველი სიჩქარით მიდიხარ? ხო, ეხა პირველი იმიტომ გუის, ხო? ხო, დაშვი. აჰა. საკმაოდ ის არის. ასეც საკმაოდ კარგი დაღმართი არის მეგობრებო. აი, უკვე ვიხმაროთ დაშვების ფუნქცია. აბა მიშო რა შვება? მეორე სიჩქარე. არ წამოსულა მიშო. არ წამოსულა. მეორე სიჩქარით მივდივართ. ვაჩქაროთ ცოტა.
მოდის პირველი სიჩქარით, დაშვების პირველი სიჩქარე. აი, გამოჩნდა რენეც. გადავხოთ. საკმაოდ დიდი დაღმართი არის. მოკლედ ორივე მანქანით სხვადასხვა ტრაექტორით ავედით და ჩამოვედით და ძალიან მაგრადაც ვიარეთ. აი ეს დაღმართით საკმაოდ რთული არის, ამ დაღმართით არ ჩამოსულვართ. ჩვენ მეორე მხრიდან ავედით უფრო. და ახლა ვნახავთ ამ დაღმართსაც საკმაოდ დიდი დაღმართი არის. რენეც მოყვება. სილამაზე არის აი არა მოდის გულს ვთქვა. რა შენ მარტო ხედების გულისთვის უნდა უყურონ ამ ვიდეოს. მოკლედ შესანიშნავი გასვლა გამოგივიდა და უფრო შესანიშნავ გასვლებს კიდე დავაანონსებ და გავალთ რა. ამიტომ შემოგვიერთით მეგობრებო, ბევრი ასეთი კაი გასვლა გვექნება. ძირითადად შაბათი კვირა დღე, ისე რომ ყველას გვეცალოს ხოლმე და კარგი იქნება თუ ჩვენთან ერთად წამოხვალთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი დრო გავატარეთ ამ off-road-ზე. რა კარგია ბარში ჩომოს. აი რა არის მოჭრილია გზა, და თუ რა კონტეინერი. ასე მოჭრილი და მოჩავდით მარჯვნივ. კაი მოჭრა აქ. ახლა მოჭრა.
მაგარი სულ ადგილზე გავიცითე თან ძალიან იმენა ძალიან სულ ადგილზე გავიცითე აი ყვები უნდა გადავყარო აჰა გაჭრილზე გამოვიდით ჩამოსვლა ხო პრობლემაა, მაგრამ აქ ამოსვლა იქნება რაღაც სასწაული. ეს დაიძრა აქეთ აიღი, აქეთ ნელა. კი. ეს მალენეში გადმოვჯექი. კინის გული აქვს ამბიჯებს რა, საღოლ. ძალიან მაგარი ადგილი არის. ნუ პრინციპში გაჭრილი არის ეს ადგილი, ხო? ეხლა რა ვიღაცამ გაჭრა თუ როგორ გაიცით? გაჭრილია. ჩასვლა პრობლემაა, ოკეი, მაგრამ აი ამოსვლით აქ არ ვიცი რავი. ძალიან ხვიერი მიწა არის, პესოკია რა. ლაქსი იქნება საინტერესო. რა ადგილზე ჩამოვედით. მეტად გავაჭამოს. ეს აღმართი არის. და ეხლა ასვლას ვსდით ამ აღმართზე. მოკლედ აბა, სინჯოთ ამ აღმართზე ასვლა. საინტერესოა. ჯერჯერობით ადის არ უხსავი არსად. რაც მივდივართ. არის просто ცუდი. ოპა, სულა. არა. ეს არის ტესტი. რა ვიცი, მე მგონი ჯიპის ქარხანა რავი მაყუთი უნდა ჩაგვირიცხოს ახლა, იმიტომ რომ ესე არ გაუტესტია ტიპებს არავის. საღოლ. სად არის ნახე? აჰა. მრავალფეროვანი გზა მქონია.
სიჩქარე ჩამოვიდა. მოტორის მოტორი ძაა. ეს იმიტომ მოიცო 2 და 4-ია. აბა იყო 3 და 2. არის მოლე. მიშოსე გაგიჟდა უკიდა საიდან მოხვედით და. აკენ ჩამოვედი ჯიგრულად. ეხლა რენეგეიდი ვნახოთ რა სიზავს. ჩვენს ჯიგარ აღმართზე. აჰა. დაუძეთ რენეში. შევცვალოთ მოდები. რა მოუძეყნებს? როკი. როკ მოუძე აყენებს, აგე ჯიგრულად. გავროკოთ. გავროკოთ. წავედით გავროკოთ. ეს არის ძმა ოფროუდი რა. პრიუსას ამოხვალა კაცი. როკი. ჩვეულებრივად. აი მზეში რა კაი ფუნქცია არის ტრეილჰოკის ეს შავი რაღაც. გოგოზოლია. ალადეც მიხეილი. აი ეს არის პროკლასის ბრძოლები. თავისუფლად ამოვიკატავთ. თუ გინდა ისევ იმ ადგილიდან ჩადი, თუ გინდა ისევ უკრიდან ჩადი. როგორ შენ გაგიხარდება. ამოვიკატავთ. ეს ხრები აქ ჩამოსულანე. ჯიგრები. ხო, მოკლედ ჩვენი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. გავტესტეთ ორივე ავტომობილი. ცოტა ვიბუქსავეთ, ცოტა შიშით ვჭამეთ, მაგრამ საბოლოოდ მშვიდობიანად ავედით და მშვიდობიანად ჩამოვედით. და რა ვიცი, რა შემიძლია თქვა ახლა, ორივე ავტომობილი არის ძალიან მაგარი რა. 4x4 სისტემის ტესტირება, რა მე მგონი ამოწურული არის ახლა ჩემთვის, ამ ყოველ შემთხვევაში ჯიპების ამძრავი სისტემა მივხვდი რაც არის და საკმაოდ მაგარი რაღაცა არის. ჩემს Subaru-საც შეეხება, რო არ თქვა ესეც არ შემიძლია, ანუ SAWD როგორც იცით, არო Symmetrical All-Wheel Drive. აქ ვერიული და წესიერად ძალიან იბუქსავდა და იწვალებდა, იმიტომ რომ სიმეტრიულად არის, როდესაც დიაგონალზე გადახვალთ ან მოჭიდებას კარგავს, წინა მარჯვენა ან წინა უკანა მარცხენა საბურავი ტრიალებს და არანაირი არც რაც დადგა ჩვენ სცენაზე რო თქვა, არანაირი დამადავლებელი არ აქვს. ამ მოდელებს კი აქვს. Xerox საკმაოდ მეტი ფუნქციონალი ქონდა, ეხლა როგორც გითხარით ვიდეოში და როგორც გიორგი მახსნა, off-road cruise control-ითაც ავედით და გავტესტეთ, საკმაოდ თავისუფლად ავიდა. ბლოკებიც აქვს ორივე მანქანას და ძალიან მაგრად იარეს.
შეგახსენებთ 24 რიცხვში გვაქვს გასვლა არანაკლებ კარგ ლოკაციაზე. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარები, თქვენ რას ფიქრობთ, როგორი არის ეს გასვლები და შემოგვიერთით, რაც თავარია, ბევრი ხალხი მინდა რომ ერთად წავიდეთ და ესეთი აღმართები დავძლიოთ. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, ვინაიდან, როდესაც უყურებ რეპორტებს, ხვდება რომ 80% სადღაც ისე უყურებს და გამოწერილი არ აქვს არხი და მეტი სტიმული და მეტი мотиваცია იქნება ჩემთვის ბევრ ასეთ ვიდეოს შემოგთავაზებთ, ალბათ შეამჩნიეთ რომ ხარისხი გამოსწორებულია და კი ხარისხის ავწიეთ და ნელ-ნელა ვაპირებთ რომ უფრო კარგი და ლამაზი გასვლები შემოგთავაზოთ. დღეს კი მოვჩები ამით დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ Geo Road Mania, შემოგვიერთით Facebook-ზე, ადევნეთ თვალყური ჩვენს ღონისძიებებს და ეხლა ზაფხული არის და მოგეხსენებათ, ყოველთვის შაბათი კვირა იქნება ჩვენთვის გასვლის დღეები. ასე რომ შემოგვიერთით და რა ვიცი, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორივე ავტომობილის პატრონებს, არ დაძაბეს